მოგესალმებით იმყოფები მესტიაში. დღეს არის 2026 წლის 21 ივნისი. დღეს მოვისმინე სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ მაისის, როგორც ითქვა, მაისის თვეში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების ოდენობა ამერიკულ დოლარებში დაახლოებით 340 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწიაო. და ლაპარაკი არის, რომ ყველაზე უფრო მეტი თანხა იქნაო გადმორიცხული ამერიკის შეერთებული შტატებიდანო ამ წლის მაისში, მეორე ადგილზე არისო იტალია და მესამეზე რუსეთის ფედერაცია. 340 მილიონი დოლარის ეკვივალენტში დოლარებში ეს დაახლოებით წელიწადზე რო გადავამრავლოთ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ფარგლებში გამოდის. ახლა მაგაში არ შედის ის თანხები, რომლებიც შეიძლება იქნა შემოტანილი ქვეყანაში ჯიბით. გარდა ამისა, თუ რამდენი იქნა შემოტანილი ქვეყანაში კრიპტოვალუტით, ეს კიდე ცალკე საკითხი და გარდა ამისა კიდე არის თანხები. გარდა ამისა არის კიდე ის, რომ მაგალითად უცხოეთში საქართველოს, ანუ აქ ლაპარაკი არის გამოგზავნილ თანხებზე, რომელიც გამოგზავნილი იქა საქართველოში და ზემოხსენებული თანხების ძირითადი ნაწილია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან. ასევე შეიძლება იყოს მაგალითად, თქვათ რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებში ის თანხები, რომლებიც მაგალითად რუსები რო არიან აქ, რო ცხოვრობენ საქართველოში, რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ არ არიან საქართველოს მოქალაქეები და რა თქმა უნდა მათი თანხების წილიც იქნება მაგაში. მაგალითად ის, რომ მესამე ადგილზე რუსეთი რომ არის, ეს სერიოზული წილი ალბათ ეს იქნება. მაგრამ გარდა ამისა არის ასეთი რაღაცა, მაგალითად საქართველოს მოქალაქე მუშაობს თქვათ უცხოეთში, სადღაც თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან გერმანიაში, იყიდა იქ მანქანა თქვათ 20 ავტომობილი თქვათ $20,000 და შემდეგ ის ავტომობილი ანუ იქ ნაშოვნი ფულით იქვე იყიდა მანქანა და შემდეგ ავტომობილი და შემდეგ ის გამოუგზავნა საჩუქრად თავის ოჯახს. ეს კიდე ცალკე. ანუ ასე იგი 340 მილიონი დოლარის ეკვივალენტი გადმორიცხვებში ეს წელიწადზე გადავამრავლოთ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი ხო გამოდის. ახლა მაგას რო დავამატოთ ის თანხები, რომლებიც თქვათ ჯიბით შეიძლება იქნას შემოტანილი საქართველოში, მაგალითად, როდესაც საქართველოს მოქალაქე ჩამოდის უცხოეთიდან და თქვათ ჯიბით რამდენი თანხა შემოგხსნეს ცალკე საკითხი, გარდა ამისა კრიპტოვალუტით რამდენი თანხა შეიძლება შემოდიოდეს და გარდა ამისა რაც მოიყვანე მაგალითი, რომ თქვათ იყიდა უცხოეთში ნაშოვნი ფულით ავტომობილი და გამოგზავნა საქართველოში, გამოუგზავნა თავის ოჯახს მაგალითად უფასოდ ის ავტომობილი, ამ ყველაფრიანად რო დავაჯამოთ, ანუ ის ავტომობილი თქვათ რო არ გამოეგზავნა მის ოჯახს, ან დააკლდებოდა, ან საყიდელი ექნებოდა, ხო? ანუ ეს ყველაფერი რო დავაჯამოთ, ალბათ დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იქნება წელიწადში. ახლა უყურეთ, ამას დამატებული უცხოური ტურიზმის ფინანსური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე, დაახლოებით რო ვთქვათ, ზემოხსენებული თანხები 5 მილიარდი დოლარის ფარგლებში, შეიძლება უფრო მეტიც იყოს, ანუ უხეშად რო გადავიანგარიშოთ, დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ფარგლებში წელიწადში. ახლა რას ნიშნავს ეს თანხა? საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მთლიანობაში, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკით რო დავაჯამოთ, ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკა თუმცა ჩრდილოვანი ეკონომიკიანად მთლიანი შიდა პროდუქტის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკიანად მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლა ძალიან ძნელია, მაგრამ მიახლოებითი ციფრი შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს არის ალბათ დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის ეკვივალენტში. ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკა, მაგალითად მოგიყვანთ მაგალითს, რომ მაგალითად ოჯახმა თავის ყანაში მოიყვანა ვთქვათ 700 კილოგრამი კარტოფილი, რომელიც საერთოდ არ გაყიდა და ფულად ერთეულში საერთოდ არ აისახა და მთლიანად ის კარტოფილი მაგალითად იმ წელს დაიხარჯა იმ ოჯახში. და ის კარტოფილი არ აისახა ოფიციალურ სტატისტიკაში, ციფრებში, ან არაზუსტად აისახა სიტყვაზე შეიძლება, მაგრამ ის რომ არ ჰქონოდათ, მაშინ ის კარტოფილი ან უნდა დაეკლოთ, ან უნდა ეყიდათ, ან იმ ოჯახს, ან იმის მაგივრად სხვა რამე ეყიდათ. ანუ ისიც ქონებაა. ანუ ამ ყველაფრიანად დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი შეიძლება ვივარაუდოთ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მოსულობა, ანუ ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩათვლით. ანუ რა გამოდის, რომ ესე იგი 45 მილიარდი
დოლარი თუ არის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მოცულობა და დაახლოებით 11 მილიარდიდან ზევით ვივარაუდოთ უფრო ის თანხები, რომლებიც არის უცხოეთიდან გადმოიცხები და ძირითადად საქართველოს მოქალაქეების მიერ და ასევე ტურიზმიდან შემოსული საერთაშორისო ტურიზმის გავლენა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე ეს დაახლოებით 25 მოკლედ ვთქვათ არანაკლებ 25%-ისა გამოდის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის. რაც არის ძალიან დიდი თანხა. ახლა ამ დეტალებს რატო ვცდილობ რომ დეტალებში აუხსნა იმ ადამიანებს რომლებიც დაინტერესებული არიან ასეთი საკითხებით მაგრამ ისე დეტალურად ვერ ერკვევიან ამ საკითხებში მაგრამ სურთ რომ უფრო უკეთ იყვნენ ჩახედული და ამასთან მე დავამატებ რომ სანამ კიდე გავაგრძელებ ამ და სხვა საკითხებს მოგიწოდებთ იმათ ვისაც აქ ამ აკაუნტზე ვისაც ამ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებრივ სასარგებლოდ მიგაჩნიათ გამოიწეროთ ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი დასვათ მოწონებები ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე როგორც ხედავთ ვინც თვალყურს ადევნებთ მე სხვადასხვა თემებზე ვაკეთებ სხვადასხვა თემებზე ვსაუბრო და ვცდილობ რომ დაინტერესებულ და ნაკლებ გაცნობიერებულ ადამიანებს ემოხსნებულ საკითხებში დავეხმარო რომ უკეთესად გაერკვეს სხვადასხვა საკითხებში. ახლა რა ხდება? ანუ ეს ადასტურებს იმას თუ რაოდენ დიდია საქართველოს ეკონომიკაზე საგარეო ფაქტორი. ეს იქნება საერთაშორისო ტურიზმი, თუ ეს იქნება უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მე როდესაც მოიყვანე მაგალითი, რომ მეორე ადგილზე ზემოხსენებულ მონაცემებში იტალიაა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მთლიანად ევროკავშირის წილი რამხელა იქნება? გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ასე მთლიანად ევროპის მაგალითად დიდი ბრიტანეთი რო დავამატოთ მაგას და შვეიცარია და ასე შემდეგ. და თქვენ წარმოიდგინეთ ეს თანხები რომ მოაკლდეს საქართველოს მთლიანში და პროდუქტს რამხელა დარტყმა იქნება ეკონომიკაზე. ჯერ დავიწყოთ იმით რომ ის ვალუტა რომ შემოდის ის ხომ ლარს ამყარებს. შემდეგ ეს ეგრეთ წოდებული დომინოს ეფექტი ეკონომიკაში რომ შემოდის თანხა, მერე ის ჯაჭვურ რეაქციაში მიდის. მაგალითად ვიღაცამ გადმორიცხა თანხა, იმ თანხით ვიღაცამ იყიდა ბინა, იმ ბინის აშენებაში დასაქმებული არის ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს. გარდა ამისა, იმ ბინის ასაშენებლად იხარჯება სხვადასხვა მასალა, ალმატურა, ცემენტი და ასე შემდეგ. იმ სფეროში დასაქმებულია ხალხი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ეკონომიკის ჯაჭვური რეაქცია ერთმანეთზე. და რომ არ იყოს ის თანხები, ანუ მნიშვნელოვნად რომ შემცირდეს ამხელა დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკაზე, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ჯიბეებზე. გარდა ამისა, დიდი თანხების შემოსვლა ეს ზოგადად საბანკო თანხების რაოდენობასაც ზრდის, რაც შედარებით რაც დადებითად მოქმედებს საბანკო სესხებზე პროცენტის ოდენობაზე. მაგალითად, ის თანხები რომ მოაკლდეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს, მაშინ საქართველოში არსებული ისედაც მაღალი საპროცენტო გადასახადები საბანკო სესხებზე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ანუ ზოგადად რაც უფრო დეფიციტური იქნება უცხოური ვალუტა, მით უფრო დიდი პროცენტული დიდი დაწოლა იქნება საბანკო სესხების პროცენტებზე მოსახლეობის უმრავლესობაზე. აი ასე გადაბმულია. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ ვითარებაში, აი მაგალითად ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილება რო შეწყდეს. რამხელა დარტყმა იქნება ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ჯიბეებზე. ხო წარმოგიდგენიათ?